ეთერშია გადაცემა ბიზნესის დრო სტუდიაში თეაშველიძე მუშაობს მოგესალმებით. სასოფლო სამეურნეო ბარათების დარიგება უკვე მთელ საქართველოში მიმდინარეობს. პროგრამას სოფლის მეურნეობის სამინისტრო 11 თებერვლიდან ახორციელებს და იგი 2 ეტაპს მოიცავს. თავდაპირველად კომბინირებული ბარათების დარიგების პროცესი დაიწყო, თუმცა ზოგიერთ რეგიონებში უკვე ნომინალური ბარათების გაცემაც მიმდინარეობს. საგაზაფხულო პროგრამა მოიცავს 640,000 მიწის მესაკუთრეს. ბარათის ღირებულება დიფერენცირებულია და მიწის ფართობის მიხედვით განისაზღვრება. რა ვითარებაში მიმდინარეობს დარიგების პროცესი სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის უფროსი კონსტანტინე ხუცაიძეა დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი. ბატონო კონსტანტინე, მოგესალმებით. მოგესალმებით. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. რადგან კითხვები ჩდება ბოლო პერიოდში ვადებთან დაკავშირებით და არაერთი კითხვა დაისვა ამ თემაზე, მოდით ბოლომდე რომ გავცეთ პასუხი, რამდენად მიმდინარეობს იმ ვადებში, რა ვადებშიც უნდა განხორციელებული იყო ამ ვაუჩერების დარიგება, იქიდან გამომდინარე, რომ გლეხებმა მოასწრონ საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარება. პირველ რიგში დავაზუსტებ, დიდი მადლობა მოწვევისთვის, სასოფლო სამეურნეო ბარათების დარიგება. მოვაპატიეთ ეს ვაუჩერი. ხშირად ხდება გარკვეული პარალელის გაკეთება და მეც როგორც ჩვენ უკვე დაანონსეთ, დაახლოებით 11 თებერვალს ჩვენ დავიწყეთ უკვე სასოფლო სამეურნეო ბარათების დარიგება. ეს მიმდინარეობს ზუსტად იმ აგროვადების გათვალისწინებით, რაც საქართველოში არსებობს. ბუნებრივია თითოეული რაიონის მიხედვით ეს აგროვადები განსხვავებულია შესაბამისად, მაგრამ მთლიანად ქვეყნის მასშტაბით უკიდურესი აგროვადა თქვა თესვის კუთხით ეს არის 5-დან 15 მაისის ჩათვლით, ნუ მაღალმთიანში შესაძლებელია მაისის ბოლომდეც კი. აქედან გამომდინარე, დღეს მდგომარეობით მე მინდა გითხრათ, რომ დარიგებულია სასოფლო სამეურნეო ბარათები, ანუ კომბინირებული, რომელიც ხნის და თქვა გაფუერების სამუშაოებს მოიცავს. სამცხე-ჯავახეთის გარდა აღმოსავლეთ საქართველოში თითქმის მთლიანად არის, დარჩა მხოლოდ ყაზბეგის რაიონი, იმიტომ რომ მაღალმთიანია და თქვა აგროვადა ამის საშუალებას გვაძლევს, რომ დაახლოებით 2 კვირის ვადაში იქაც დაიწყება ბარათების დარიგება არ ჩქარობთ. შესაბამისად, ბარათები დარიგებულია უკვე იმერეთის რეგიონში, დღეს მდგომარეობით ბარათები დარიგდა ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ხვალ ზეგ დამთავრდება მთლიანად აჭარაში დარიგება ბარათების, შემდეგ არის სამეგრელო, რჩება გურია და რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო-სვანეთი. ახლოებით 10-15 მარტისთვის სასოფლო სამეურნეო კომბინირებული ბარათები დარიგება დამთავრებული იქნება. შესაბამისად, რაც შეეხება ნომინალურ ბარათებს, რომელიც ჯერ მთლიანად ქვეყნის მასშტაბით არ წასულა, გუშინ დარიგდა და დღეს ვსწავლდება ქვემო ქართლის რეგიონში მთლიანად უკვე ნომინალური ბარათებიც, იმიტომ რომ ქვემო ქართლი ისედაც განსაკუთრებით ბარის რაიონები, იცით თქვენ რომ აგროვადებით ყველაზე ადრე იწყებს საგაზაფხულო სამუშაოებს და ყველაფერი მიმდინარეობს გრაფიკის შესაბამისად. დღეს მდგომარეობით ჩვენი ტექნიკა მუშაობს 6 რაიონში, ამ ბოლო დღეებში იცით რომ ცუდი ამინდი იყო ყველგან მთელი საქართველოს მასშტაბით, წვიმდა, თოვდა, შესაბამისად თქვა შეფერხებული იყო სამუშაოები, ეს კი პირველივე თქვა გამოდარებისთანავე უკვე ყველგან არის ფაქტიურად ეს ლოჯისტიკა დაალაგებული, მობილიზებული ბრიგადები და უკვე მასიურად გაიშლება ჩვენი ტექნიკა, ეს უკვე არა მარტო იმ რაიონებში, სადაც არის 6, უკვე ფაქტიურად მთელი საქართველოს მასშტაბით ბარის რაიონებში. რა განსხვავება აი ამ ბარათებს შორის, ანუ ჯერ დაიწყო კომბინირებული, შემდეგ დაიწყო ნომინალური. ზუსტად იმ ვადების გათვალისწინებით მიდის, იმიტომ რომ იცით რომ ჯერ არის თქვა ხნის სამუშაოები, შემდეგ არის თქვა გაფუერების სამუშაოები, შემდეგ არის თესვის სამუშაოები და ასე შემდეგ. და ამის შემდეგ არის საჭირო თქვა სასოფლო სამეურნეო წარმოების საშუალებები, სასუქები, პესტიციდები, იარაღები თუ იმ რესურსს თქვა, პრეპარატები და ასე შემდეგ. ამის ის არის რომ თქვა ამ კომბინირებული ბარათებით ის მიიღებს ბენეფიციარი პროგრამის ხმის და გაფუერების სამუშაოებთა სერვისს. რაც შეეხება ნომინალურ ბარათებს, რომელიც არის ასახული თანხით არის გამოხატული, ის მიიღებს იმ სავაჭრო ქსელში, რომელიც ვაჭრობს ამ სასოფლო სამეურნეო წარმოების საშუალებებით, სასუქებს შეიძენენ, პესტიციდებს შეიძენენ და ასე შემდეგ. დღეს საგაზაფხულო სამუშაოებისთვის დარიგდა ხო ეს კომბინირებული? რა თქმა უნდა. მათ საშემოდგომო ასევე მათ შეუძლიათ ვისაც ახლა თქვა აქ, მაგრამ პროგრამაში ბენეფიციარი ვინც არის საგაზაფხულო სამუშაოები. შესაბამისად საგაზაფხულო სამუშაოებისთვის არის დარიგებული. აი თუ დავუშვათ ვერ ამოვწურე ამ ბარათით განსაზღვრული თანხა. მე შემიძლია ეს რაღაცა გარკვეული გადავა. 1 აგვისტოს ჩათვლით არის ამ ბარათის გამოყენების ვადა, მაგრამ მე ეჭვმეპარება რომ ვინმე ვერ ამოწუროს, იმიტომ რომ ეს სასოფლო სამეურნეო წარმოების საშუალებები იქნება იმდენი რამდენიც საჭირო არის შესაბამისად და როგორც წესი თქვა ეს არის ხელშეწყობა მთავრობის მხრიდან მოსახლეობამ რომ შეიძინოს სასუქები და მისთვის საჭირო საშუალებები და დარწმუნებული ვარ რომ ფაქტიურად აბსოლუტურად თითოეული ბენეფიციარის მხრიდან მაქსიმალურად მოხდება ის თანხების განაწილება რის მიხედვით და როგორ მოხდა ანუ როგორია ვაუჩერის უკაცრავად მაპატიეთ ეს ბარათის ეს ბუნებრივია მე თქვენ გეტყვით რომ თავისთავად ეს კალკულაცია ხარჯდაღრუცი ეს არ მოიცავს თლიანად თავიდან ბოლომდე სამუშაოებს ეს არის ბუნებრივია თანამონაწილეობა
ეხება ბენეფიციარის და სახელმწიფოს ერთობლივად. სახელმწიფოს ვალი არის ხელი შეუწყოს ბენეფიციარის და ჩვენი ფერმერების ვალი არის, ასე ვთქვათ, იმუშაოს და შექმნას დობლად. შესაბამისად დაახლოებით ეს არის გარკვეულ შემთხვევაში 40-დან 60%-მდე ეს დახმარება იმ ხარჯის, რაც ვთქვათ, მას გექტარზე ამა თუ იმ კულტურის მიხედვით უნდა გაეწია. ეს მნიშვნელოვანია, რომელ კულტურას დათესავენ ისინი? მნიშვნელოვანია ეს მათი თავისუფალია, მათი არჩევანი ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ჩვენ ჯერ კიდევ მთელი რიგი ინფორმაცია, რო თქვა გარკვეული რეკომენდაციები ვიგავწიოთ არ გვაქვს. იქიდან გამომდინარე თქვენ იცით, რომ თქვენ წეღან ახსენეთ 640,000 ბენეფიციარი მე დავაზუსტებ პროგრამაში ჩვენი ბაზებით, რომელიც შევქმნით აღწერეთ და დადასტურებულად ეს არის 688,000 ბენეფიციარი. ამის გარდა რაიონებში იქნება კიდე დამატებითი სიები, ჩვენ უკვე ვამუშავებთ ამ დამატებითი სიებს, ჩამოსულია უმეტესი ნაწილი. შესაძლებელია ცვლილებები შევიდეს. გარკვეული სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გამო იყო, რომ თქვა ვიღაცა გამორჩა, ვიღაცა გამოტოვეს, ამ სიებში ვიღაცა თქვა ქალაქად იყო, თქვა არ იყო იმ პერიოდში რაიონში ვიღაცა ქვეყნის გარეთ იყო წასული. აქედან გამომდინარე თქვა ეს დაზუსტდა და დაახლოებით ჩვენი მონაცემებით, სადაც 750,000-მდე შეიძლება ავიდეს ეს ბენეფიციარი, მონაწილე ბენეფიციართა რაოდენობა. ანუ შეიძლება კიდევ გადაიხედოს ის. გადახედვა არა, აქ არის დამატებითი სიები, ანუ ის დამატებითი სიები დაემატოს. თავისთავად, რა თქმა უნდა, ეს დასტურდება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ ოფიციალურად წერილობით, ბეჭდით და რომ ეს პიროვნება ნამდვილად ცხოვრობს იმ ამა თუ იმ სოფელში ნამდვილად გააჩნია საკუთრებაში, მფლობელობაში. ასეთ შემთხვევაში ვის უნდა მიმართონ? აი მაგალითად ადამიანი, რომელიც პროცედურა ეს იმის იმიტომ რომ ჩვენ ეს ბაზები რო აღვიწყეთ თავისთავად, აქ ყველა სოფლის მონებულები, ანუ ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლების საქმის ხურშიანი, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, ყველა საქმის ხურში, ყველა ჩართულია და ერთობლივად კოორდინირებულად მიმდინარეობს მუშაობა. რაც შეეხება ეს 0-დან 5 ჰექტრამდე როგორ არის პროგრამა 0-დან 5 ჰექტრამდე, ანუ ეს 688,000 ბენეფიციარი, რომელიც ჩვენ აღწერეთ თავიდან, ეს არის ყველა ის, ვისაც გააჩნია საკუთრებაში, მფლობელობაში 0-დან 5 ჰექტრამდე სასოფლო სამეურნეო საავადმყოფო, როგორც სახნავი ფართობი, ასევე მრავალწლიანი ნარგავობა. და კონტროლის მექანიზმი როგორია? აი მაგალითად აიღო ვაუჩერი და არ გამოიყენა. უკაცრავად ბარათი და არ გამოიყენა. ნუ ჩვენ მივეცით საშუალება, რომ თქვათ, ის სერვისული მომსახურება შევთავაზოთ, ჩვენ მივდივართ იმ დათმობდროს, ჩვენ ვათანხმებთ ამ გრაფიკებს ადგილობრივ ტერიტორიულ ორგანოებთან, თუ ამა თუ იმ სოფელში ბრიგადა მექანიზირებული როდის შევა და ბუნებრივი ადამიანს, რომელსაც აქვს გადაცემული, მივდივართ მის ნაკვეთთან, ახლა ეს ადამიანი თუ არ გამოჩნდა, გაიქცა, დაიმალა, ბუნებრივია ის დარჩება გამოუყენებელი. იმ ბარათს, სასოფლო სამეურნეო ბარათს აქ არის განსხვავებული, რომ ვერაფერში სხვანაირად ის ვერ გამოიყენებს. იმ ბარათით შეუძლებელია თან განარდება თანხმობა და ასე შემდეგ. მეშლებოდა ეს. თქვენი ეთერის საშუალებით კიდევ უთხრა, რომ თქვა ეს არის, ეს არის მიზნობრიობა, ჩვენი თავარი ამოცანა იყო, რომ სასოფლო სამეურნეო ბარათი მიზნობრივად გამოვხდეს სასოფლო სამეურნეო სამუშაოების. ამ ბარათის გადასვლა განაღდება ფულად და თქვა ბანკში, როცა გამორიცხულია და სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი განსხვავება იმ წინავ თქვა გამოვიყენებ კიდე თქვენ ეთერს, რომ იმიტომ რომ სხვადასხვა რაიონებში იყო აბსოლუტური გარკვეული ხმები იმასთან დაკავშირებით, თუ თქვა ვინმეს მე ამას 2 წლის მერე ამ მოსახლეობას მოთხოვენ ამის დაკავშირებით თქვა ამ თანხას, ეს არის აბსოლუტურად უფასო, არავინ თავის თანხას არ მოეცეს, ეს არის სახელმწიფო ხელისუფლების პროგრამა, იმისათვის ხორციელდება, რომ ფერმერებს მიეცეთ საშუალება, რომ თქვა სოფლის მეურნეობა პროდუქცია. ის რომ აი ძალიან ისეთ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს ბარათების დარიგება, ყოველ შემთხვევაში რაღაც განსაკუთრებულ ექსესებს არ ქონია ადგილი. არც გახმაურებულა. ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ინტერესი დაბალია, ანუ როგორია სურათი თქვენი ასეთი, იმიტომ რომ თანხაზეა საუბარი ძალიან ისე შემიძლია დაგიდასტურო თქვენი ტელევიზიის წარმომადგენლებიც იყვნენ ბოლნისში, თქვა მეც გახდით იქ, როდესაც თქვა ჩვენ ნახეთ პირველად ეს ბოლნის რაიონში შევიდნენ, აჭარიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტების ფართობები იყო და მე მგონი თქვენ ამას დაადასტურეს, რომ ძალიან დიდია მოლოდინი იმ რაიონებში, განსაკუთრებით გვირაკავენ, რომ ჩვენთან როდის იქნებით, სადაც ჯერ არა გვაქვს ჩატანილი ბარათები და როგორც გითხარით 15 მარტამდე ყველაფერს უკვე დავასრულებთ საქართველოს. უბრალოდ ექსცესი იმიტომ არ აქვს, რომ ხალხი რეალურად ხედავს, იმიტომ რომ დაპირებადაც იყო, რომ თქვა ტექნიკა შემოვიდა, ტექნიკა შევიდა და მუშაობს, ბარათები მიიღეს ხელზე. არის გარკვეული ისინი, რაც ეხება იმ დაზუსტების თემებს, რომელიც ჩვეულებრივ მუშა პროცესში მიმდინარეობს. სხვათა შორის ესეთი კითხვები გაუჩნდათ ნაწილს. აი მაგალითად, ვიღაცას აქვს პატარა ნაკვეთი, სადაც ვერ შეიყვანს ტრაქტორს, ტექნიკას. იმან როგორ უნდა გამოიყენოს ეს ბარათი? იმ შემთხვევაში, რომ სადაც ტექნიკა ფიზიკურად ვერ შედის და ეს მოსახლეობასაც კარგად ისმის, იმიტომ რომ არის ნაკვეთის ზომა და არის ტექნიკის სიმბლური, შესაბამისად ის ხარჯი, რაც თქვათ იმ ფართობ
ხეობის, რომელსაც უწევს თქვა, უნდა ყოფილიყო დანახარჯი, თუ ის აღემატება 0.25 ჰექტარს, ავტომატურ რეჟიმში იმ ხმის და გაფხვიერების ხარჯი დაემატება, გადაეცვლება ბარათი ნომინალურში და ის ხარჯი, რაც ჩვენ უნდა დაგვეხარჯა მისი მომსახურებისთვის, დაემატება ნომინალურ ბარათს. მაგალითად, 1 ჰექტარი სავარაუდოდ თქვა ჩვენ ხნა და დადისკვა ერთობლიობაში გვიждდება 210 ლარი. შესაბამისად 1 ჰექტარის პატრონი გარდა იმისა, რომ მოუხნავთ და დაუდისკავთ, ასევე მიიღებს 1 ჰექტარზე 300 ლარის ეკვივალენტ ნომინალურ ბარათს. იმ შემთხვევაში თუ ფიზიკურად ეს ნაკვეთი 1 ჰექტარი მას არ ეხუნება, ფიზიკურად, ანუ ტექნიკა ვერ მუშაობს, ან თქვა ისეთ ფერდობზე, რომ არ შეიძლება ვერ ხორციელდება მისი მოხდა, მას გაეცვლება, დაფიქსირდება მიზეზი, რომ თქვა ეს ფიზიკურად შეუძლებელია ამ ფართობის მოხდა, შესაბამისად გადაეცვლება ნომინალურ ბარათზე და ის 210 ლარი კომბინირებულის დაემატება ნომინალურ ბარათზე და მიიღებს 1 ჰექტარზე 510 ლარის ნომინალურ ბარათს. გასაგებია, მოდით სარეკლამო პაუზას გამოვაცხადებთ და ამის შემდეგ ვისაუბროთ იმის შესახებ, მაგალითად იგივე ტექნიკასთან დაკავშირებით, რამდენად საკმარისი არის ტექნიკა. რეკლამა. კვლავ ეთერშია გადაცემა ბიზნესის დრო. კიდევ ერთხელ წარმოგიდგენთ ჩვენი გადაცემის სტუმარ, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის უფროსი კონსტანტინე ხუცაიძეა დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი. ჩვენ უკვე შევიტყვეთ იმის შესახებ, რომ საერთო ჯამში სასოფლო სამეურნეო ბარათების დარიგების პროგრამის დასრულებას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ვარაუდობს დაახლოებით 15 მარტისთვის და მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე მიმდინარეობს ბარათების დარიგების პროცესი, რიგდება როგორც კომბინირებული, ასევე ნომინალური ბარათებით და ვაგრძელებთ საუბარს ჩვენ სტუმართან. ბატონ კონსტანტინე, კითხვა მექნება, სანამ უშუალოდ კითხავდეთ თავად ტექნიკასთან დაკავშირებით, რამდენად საკმარისია ტექნიკა და როგორ ხდება ამ ტექნიკის გამოყენება. კიდევ ერთ კითხვას დაგისვავთ, აი იგივე კონტროლის მექანიზმებთან დაკავშირებით, აი მაგალითად ადამიანი, რომელსაც აიღო ბარათი, მას აქვს გარკვეული თანხა, თანხა ვთქვათ პირობითად, იმიტომ რომ ეს უნდა გამოიყენოს ბარათზე და მას მხოლოდ გამოიყენა ნახევარი. ხომ არ იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ მან შეიძლება მივიდეს, გამოიტანოს მაღაზიიდან, ეს სასუქე იქნება თუ სხვა რაღაც და გამოიყენოს, ანუ ან გაყიდოს, ან ასეთი სიტუაციები. ეს კონტროლდება რამენაირად თუ ეს უბრალოდ მის ეს ნებაყოფლობითია? ეს ფაქტიურად ეხლა ამის კონტროლის მექანიზმი მოგეხსენებათ, რომ ძალიან რთულია. ეხლა თქვენ რომ წარმოგიდგენთ 688,000 ბენეფიციარი, რომელიც შეიძლება 700,000 ადამიანის გაკონტროლება თქვათ. ბარათი, როდესაც მივიდა ქსელში, შეიძინა სასუქი ან პესტიციდი მიიტანა სახში და თქვათ მეზობელს მიყიდა, რაღაცა თქვათ, ანუ აი ხომ აი ესეთი პრეცედენტი, უბრალოდ ეს განსაზღვრება თვითონვე ზარალდება. შემთხვევაში ეს არის ერთ-ერთი მექანიზმი. რა თქმა უნდა, თვითონ ზარალდება და ეს შეგნება უნდა კონდეს ყველა ადამიანს, თუ რა სახის დახმარება ეწევა მას და როგორ უნდა გამოიყენოს მან ეს დახმარება. რაც შეეხება თავად მაღაზიებს, ანუ სპეციალურ მაღაზიებში შეუძლიათ მივიდნენ, შეიძლება. ეს არის სპეციალიზირებული მაღაზიები, ჩვენ არანაირი ახალი მაღაზია არ გვიხსნია, არანაირი წერტილი არ გვიხსნია, ეს არის კერძო ბიზნესი, რომელიც ისედაც მოქმედებდა და ფუნქციონირებდა. ეს ჩვენ არ ჩავრეულ ვართ ამაში, არც პასების პოლიტიკას ვაწარმოებთ, არც არაფერს უბრალოდ. რამდენად საკმარისია დღეს ის საკმარისია, იმიტომ რომ ჩვენ წარმომადგენლები ხდებიან, მოდმე ყოველდღიურ რეჟიმში არიან, თქვა ძირითადად იმპორტიორებთან და ამ ბაზარზე მოთამაშე ბიზნეს ჯგუფებთან, ვინც დაკავებულია ამ სფეროში. ეს ამ ბიზნეს ცოტა კი ამოძრავებდა ეს პროგრამა, შემიძლია გითხრათ, ეს არის იდეალური პროგრამა ფაქტიურად, როგორც თქვა ფერმერებისთვის, ასევე ყველა იმ მოთამაშისთვის, ვინც სასოფლო სამეურნეო ბაზარზე დღეს. ანუ რეალიზატორებისთვისაც საკმაოდ თავისთავად, რა თქმა უნდა, სამხრივი არაფერი ყველაფერი ეს სოფლის მეურნეობის ზოგადად ისედაც კომპლექსურია და ბუნებრივია, რომ გოლში ყველა მოთამაშე უნდა იყოს ძლიერი და სტაბილური. რაც შეეხება ტექნიკის თემას, რამდენად საკმარისია დღეს? რაც შეეხება ტექნიკის თემა, მე როგორც თავიდან აღვნიშნე, ბუნებრივია, რომ თქვა, სავალალო სიტუაცია იყო ზოგადად იქიდან გამომდინარე, რომ თქვა, მონაცემებთან დაკავშირებით, როგორც შეცდით, ფაქტიურად კარდაკარ ჩავატარეთ, მე მინდა კიდევ ერთხელ თქვენი ეთერით ვისარგებლო და მადლობა გადავუხსნათ იუსტიციის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადამიანური რესურსებით დახმარებისათვის, იმიტომ რომ ამ ბაზების შეყვანა ეს იყო ძალიან შრომატევად. ჩვენ ეს ხელნაწერები, ჩვენ ეს მათი რესურსით, ადამიანური რესურსით დაგვეხმარეს, რომ ეს ელექტრონულ ვერსიად გვექცია, იმიტომ რომ ჩვენ რაიონებიდან მივიღეთ ხელნაწერები. ჩვენ ფაქტიურად ერთი თვის ვენახევრის მანძილზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად კარდაკარ მოხდა
გამოკითხვის შედეგად 80%-ზე მიწა რეგისტრირებული არა აქვს, აქედან გამომდინარე ეს კიდე სხვა პრობლემაა. რამდენად დასრულდა, იმიტომ რომ მიწის რეგისტრაცია ეს პროცესი არ არის დასრულებული თავისთავად, იმიტომ რომ ხო გეუბნებით ამ წვრილ ფერმერებში და ახლობებით 70-დან 80%-მდე მიწა რეგისტრირებული არ აქვს. ისინი ფლობენ ამ მიწას, გააჩნიათ სხვადასხვა თქვა ძველი სერტიფიკატები, მოწმობის საკონო ჩანაწერები და შემდეგ, მაგრამ როგორც ოფიციალურად საჯაროებში რეგისტრირებული ეს ფართობები არ აქვს. უბრალოდ იქ დასრულდება ყველანაირად, რომ მათი ეს მიწა და ისინი ფლობენ წლების მანძილზე და ასე შემდეგ. რაც ბუნებრივია ამასთან დაკავშირებით, იმიტომ გითხრათ, რომ როდესაც იწყება ლაპარაკი სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, პირველ რიგში და მთავარი ამოცანა ის არის, რომ თქვა სად ახლა რა ადგილზე გიხარ და რა გაქვს, რა რესურსი გაქვს, რომ სად როგორ გამოიყენო, რა დაგეგმო ამის შესაბამის. ანუ ეს არის ციფრები, რომელიც თქვა შორს არის ჩემი აზრით იმ სინამდვილესაგან, რაც რეალობაში გვაქვს. ფაქტიურად ეს მოიკოჭლებდა ეს პროცედურა ბოლო პერიოდში და პროცესი კვლავ გაგრძელდება იმასაც რომ მოხდეს ამას ვაპირებთ თქვა ამასთან თქვა კოორდინირებული მუშაობების გარკვეული ისინი იგეგმება მე როგორც ვიცი თქვა სტატისტიკის სამსახურში თქვა ეს სტატისტიკა და სამუდამო სრულყოფილად იმ ფორმით რა ფორმით თქვა ჩვენ პირველ რიგში ყველა უწყებას ალბათ დაინტერესებს რომ ის მონაცემები იყოს ამ ქვეყანაში. შესაბამისად თქვა ტექნიკასთან დაკავშირებით ეს იყო ძირითადად ძველი მონაცემები გარკვეული სამუშაოები იყო ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულებთან ერთად ამ ტექნიკის აღწერასთან დაკავშირებით, მაგრამ აქაც აი ნუ ვიღაცამ მის მონაცემები ვიღაცამ არ მიეწოდა მონაცემები. ჩვენი მონაცემები თქვა ზოგადად 19,000 ერთეულამდე სასოფლო სამეურნეო ტექნიკა და მანქანა-იარაღებია საქართველოში. ეს მე არ ვადასტურებ, რომ ეს არის ზუსტი თავისთავად, მაგრამ ეს მონაცემები და ჩვენ დაგვხვდა შესაბამისად. აქედან გამომდინარე, ახლობით 4,700 ერთეულამდე ტრაქტორი, რომელიც თქვა დაგვხვდა რეგიონების და რაიონების მიხედვით, შესაბამისად აქ არის ზუსტი ციფრი, აქედან რამდენი იყო, როგორც ვითვლება, რომ 4,700 ერთეული გამართულ მდგომარეობაში ყოფილი ტრაქტორი, თუმცა აქედან ამორტიზაციის პერიოდი ვის როგორ აქვს და გასული ხანდაზმულობისა და ეს თული საქმე. წინა ხელისუფლება ხშირად საუბრობდა ახალი ტრაქტორების შემოყვანაზე. ეს შემოდიოდა აი იმ ჩათვლილით არის ეს ყველაფერი დაუშვათ იგივე ეს შეფასი მექანიზატორი, რომელიც ახორციელებს ძირითადად ამ პროგრამას, ის ბალანსზე ეს ტექნიკა და შესაბამისად ეს შესულია. ჩვენ დავთვალეთ უბრალოდ იმ სახნავის ავარგულებიდან გამომდინარე, რაც ჩვენ ქვეყანაში არის, რომ ჩვენი ოპტიმალური სიმძლავრე საქართველოს ნიადაგური პირობებიდან გამომდინარე, ეს არის დაახლოებით 130 ცხენისძალის სიმძლავრის სახნავი ტექნიკა. მაგრამ ამას არ გულისხმობ, თქვა აქ ადგილი არა მცირე გაბარიტიანს, რომელიც ასევე თქვა გამოსაყენებელია მცირე ფართობებში და თქვა მრავალწლოვან ნარგავებში და ასევე დიდ ფართობებზე უფრო დიდი სიმძლავრის ტექნიკა, დიდი მასივებისთვის, მაგრამ საშუალო ჩვენი ნიადაგიდან ეს არის ჩვენი სასარგებლო და სამუშაო სიმძლავრე 100-დან 130 ცხენისძალამდე. ჩვენ დაახლოებით ქვეყანაში იმ სამარგულებიდან გამომდინარე გვჭირდება 5,700 ერთეულამდე, 5,800 ერთეულამდე აი ამ სიმძლავრის სახნავი ტექნიკა, რათა საქართველოს მთლიანად ფართობი თქვათ საშემოდგომო საგაზაფხულო კულტურებისათვის აგროვადებში დამუშავდეს. ბუნებრივია ეს პროგრამა გრძელდება და უახლოეს მომავალში მე შემიძლია გითხრათ, რომ თქვათ საქართველოს გავამცემზე და საქართველოს ეყოლება იმ რაოდენობის სასოფლო სამეურნეო ტექნიკა, რამდენიც საჭიროა სავარგულების დასამუშავებლად. ეხლაც იცით, რომ თქვათ ახალი ტექნიკა კიდევ შემოდის ქვეყანას დაახლოებით. რამდენი შემოდის? 10-დან 15 პროგრამებში პირველი პარტია, ჩვენ ჯგუფები მიდიან სამინისტროს წარმომადგენლები წინა ინსპექტირებაზე, ვთქვათ, ის რა ტექნიკას შევიდნენ. ეს სახელმწიფო შემოყავს ხო ეს ტექნიკა? კი, ეს სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა იყო. საიდან შემოდის არ ბელორუსი? ეს არის, არა, ეს ჩვენ ტენდერი გამოვაცხადეთ, ძირითადად აქ შემოდის ევროპული ტექნიკა, ეს არის ვთქვათ, იტალიური ტექნიკა, ეს არის ფრანგული ტექნიკა, გერმანული ტექნიკა და ეს ჩეხური ტექნიკა. გასაგებია და კიდევ ერთი კითხვა მექნება სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მექანიზატორთა გადამზადების პროცესიც დაიწყო, ეს ალბათ ახალი ტექნიკის შემოყვანასთან არის კავშირში. თავისთავად არა მარტო ახალი ტექნიკის, ეს ახალი ტექნიკა შემოდიოდა არსებობს ქვეყანაში ახალი ტექნიკა მოგიხსენებათ, ეხლა კიდე შემოყავს ეს ტექნიკა, ბუნებრივია ჩვენ გვინდა კადრები და რესურსები, თქვა ვამზადებთ ამ ტექნიკის ოპერატორებს, რომლებიც უნდა იმუშაონ ამ ტექნიკაზე, ამ ხელა საგაზაფხულო პროგრამებში. გადამზადების პროცესი, ესე იგი ჩვენ ამ ერთობლივად ვაკეთებთ გაეროს განვითარების ფონდთან ერთად, თქვათ, მათაიღეს ეს ორგანიზაციული საკითხები და დიდი მადლობა მინდა მათ უთხრათ, გარკვეული ფინანსური უთხიდან შემოგვეხიდნენ და შესაბამისად თქვათ, ეს არის სასოფლო სამეურნეო კოლეჯები, სადაც მიმდინარეობს 7 კოლეჯია, მაგალითად გადამზადება დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს, თქვათ, ახალციხის კოლეჯი დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს ამბროლაურში, საბულეთში, კაჭრეთში უნიკალური კოლეჯი და თავისთავად რა თქმა უნდა იქ ჩვენ ვიმაგრეთ სასოფლო სამეურნეო ტექნიკა, სადაც მათ ეძლებათ საშუალება როგორც თეორიული კურსი გაერონ, ასევე პრაქტიკული მეცადინეობები, ეს არის უახლესი თანამედროვე ტექნიკა, რომელიც სრულელები რამდენად არის ბატონო? აი როგორ გითხრათ, ეხლა ჩვენ ამ ეტაპზე რა ხდებოდა, რაც შევძელით, თქვა 900 მექანიზატორის გადამზადება აი პროგრამის პარაგრაფში პირველ წელს რაც გავაკეთეთ და სრულელი სიმართლე რო გითხრათ, თქვა საკვალიფიკაციო ისენი იყო, რომ პირველ ეტაპზე თქვა, მაინც გვინდოდა ცოტა გამოცდილი, ვისაც მეტნაკლებად შეხება ქონია, ახლოებით თუ არ ვწდები 11,000-მდე განაცხადი შემოვიდა.
საკმაოდ ბევრია. კი, საკმაოდ ბევრია ამ გადამზადებაში. პრობლემა არის ხოლმე არა მარტო ის, რომ სამუშაო ადგილი არსებობს, არამედ პრობლემას არის ისიც, რომ არსებობს ადამიანები, ანუ აქ მონაწილეობას ამ თანამედროვე ტექნიკაზე, ასევე ის მექანიზატორები, რომლებიც თქვა მუშაობდნენ ძველ რუსულ ტექნიკაზე, მაგრამ მათაც ჭირდებათ შესაბამისად კვალიფიკაციის სამართი. თუ ჩვენ საერთოდ ამას გვინდა მივახციოთ, გარდა იმისა, რომ მონდომებისა, გარდა იმისა, რესურსისა, აუცილებელია ცოდნაც. ეს პროგრამა სასოფლო სამეურნეო ბარათების პროგრამა. თრიალ ბიუჯეტიდან ფინანსდება თუ არის გარკვეულ მოზიდული თანხები? არა, ეს სახელმწიფო რესურსები არის ფაქტობრივად სოფლის განვითარების ფონდი და ახლობით ეს პროგრამა თლიანად შეიძლება კიდევ ერთხელ გეუბნებით ამ დამატებითებთან გამომდინარე პლუს მინუს კორექტირება, მაგრამ საბოლოოდ ეს პირველი ეტაპი, რომელიც ჩვენ დავაანონსეთ, რომ დავიწყეთ ეს პროგრამა, სადღაც 185 მილიონი ლარი. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა გისურვებთ წარმატებებს. 15 მარტის შემდეგ ჩვენ ალბათ კიდევ ერთხელ გვექნება საშუალება შევაჯამოთ. თუ როგორ დასრულდა ეს პროგრამა. კიდევ ერთხელ გისურვებთ. პროგრამა არ დასრულდება, ბარათების დარიგება დასრულდება გადავოთ ნომინალურზე და პროგრამას დავასრულებთ ალბათ მაისის ბოლოს. მთლიანად. გასაგებია, ანუ მაღალმთიან რაიონებში უფრო გვიან დარიგდება და ეს იმ ვადებთან არის დაკავშირებული, რომელიც უკავშირდება, რა თქმა უნდა, საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებას. აპრილის ბოლომდე ფაქტიურად ჩვენი მაგროვადების გათვალისწინებით, მაღალმთიანეთის გათვალისწინებით პროგრამა გვექნება დასრულებული ხმლა და გაფრთხილების სამუშაოები. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობა თქვენ. კიდევ ერთხელ გისურვებთ წარმატებებს გადაცემაში. რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ ჩვენ უკვე სხვა თემით დავბრუნდებით. გადაცემა ბიზნესის დრო კლავ ეთერშია, ვაგრძელებთ გადაცემას რამდენიმე ინფორმაციას მოგაწვდით. ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო სავაჭრო ობიექტი, რომელიც იაშვილის 5 ნომერში მდებარეობს, მომხმარებელს საინტერესო სიახლეს თავაზობს, რომელიც განსაკუთრებით იარაღისა და ნადირობის მოყვარულებს დააინტერესებს. გასაყიდად გამოტანილია სხვადასხვა სახის იარაღი, რომელთა ფასით 60 ლარიდან იწყება. შეგახსენებთ, რომ მომსახურების სააგენტო სავაჭრო ობიექტებში სახელმწიფო სასარგებლოდ მიქსეული ქონება იყიდება, რომლის ღირებულებაც საბაზრო ფასზე ნაკლებია. დღეიდან შეგიძლიათ ჩვენს მაღაზიაში შეიძინოთ სანადირო თოფები, მათი ფასი იწყება 60 ლარიდან და ყველაზე ძვირი დღეს 450 ლარი. აქ არის სხვადასხვანაირი, სხვადასხვა ქვეყნის წარმოების ანტიკვარული და ახალი თოფები. და კიდევ ერთი თემა საწვავის ფასი გლობალურ ბირჟებზე და ადგილობრივ ბაზარზე. საქართველოს საომხმარებლო ქსელში ბოლო კვირა საწვავის ფასი 2-5 თეთრით ზრდა აღინიშნა, რასაც ასევე მსოფლიო ბაზრებზე არსებული ტენდენციის ხსნიან. ჩვენ ვხედავთ ეკრანზე მსოფლიო ბაზარზე არსებულ ტენდენციებს. დღეს შეიძლება ითქვას ბოლო ვაჭრობის შედეგად შემცირდა ფასი, 100 დოლარი და 9 ცენტი შეადგინა დაახლოებით ლონდონის ბირჟაზე, ასევე ნიუ-იორკის ბირჟაზე 90 დოლარი და 12 ცენტი. დღეს ვაგრძელებთ თემას, რომელიც შეეხება ნავთობ ბაზარზე არსებულ ვითარებას. ასეთ შემთხვევაში ეს ხშირად ხდება პოლიტიკოსების და ანალიტიკოსების განჯის საგანი, განხილვებს კი ლეიტმოტივად გასდევს აზრი, რომ პროცესი, რომელიც ქართულ ბაზარზე ფასს წარმოქმნას უკავშირდება, ანომალურია. ფასები კი მხოლოდ ზრდის მიმართულებით იცვლება. თუმცა არ შეიძლება არ ითქვას იმის შესახებ, რომ ბოლო პერიოდში კომპანიები ხშირად აქვეყნებენ ფასების შემცირების შესახებ ინფორმაციას. სწორედ ნავთობ ბაზარი მოექცა იმ კვლევის ყურადღების ცენტრში, რომელიც საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს დაკვეთით ჩატარდა კონკურენციის პოლიტიკა საქართველოში. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია ავტორი ამ კვლევის ნათია კუტივაძე, უფროსი ანალიტიკოსი და ეკონომიკის დოქტორი. მოგესალმებით ქალბატონ ნათია, პირველ რიგში დიდი მადლობა პირველ რიგში მობრძანებისთვის და მოდით იმ კვლევის შესახებ, ეს კვლევა აქვე თავიდანვე ვთქვათ, რომ არ უკავშირდება ბოლო პერიოდს, ეს არის კვლევა, რომელიც 2012 წელს ჩატარდა, თუმცა საკმაოდ საინტერესო ტენდენციები გამოიკვეთა. ერთ-ერთი მთავარი იყო ის, რომ და ძალიან ისეთი თვალშისაცემი იყო ის განსხვავებები, რომელიც დაფიქსირდა შემოსავლების საქართველოს საბაჟოზე შემოტანილ ტვირთებსა და ასევე იმას შორის იმპორტიორი ქვეყნების შორის. დიახ, მოგახსენებთ, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევა ეხებოდა კონკურენციის პოლიტიკას საქართველოში და ამ კვლევის მიზანი იყო შეგვეფასებინა საქართველოში არსებული კონკურენციის ინსტიტუციური გარემო და შეიმუშავეთ კონკრეტული რეკომენდაციები, რაც აუცილებელია, რომ განხორციელდეს მოქმედ კანონმდებლობაში, რათა მოხდეს ქვეყნის სხვადასხვა ეკონომიკურ სექტორებში კონკურენციის და სამართლიანი კონკურენციის წესებისა და პრინციპების დაცვაზე ეფექტიანი ზედამხედველობა და შესაბამისად
შესაბამისად ქვეყანაში არსებობდეს კონკურენციის ეფექტიანი პოლიტიკა. როგორც ვიცით, საქართველოს ეკონომიკა ხასიათდება ლიბერალიზაციის საკმაოდ მაღალი ხარისხით, მაგრამ საერთაშორისო პრაქტიკა ადასტურებს, რომ ქვეყანაში გატარებულ ეკონომიკურ რეფორმებს, როგორიცაა დერეგულაცია, ლიბერალიზაცია, საინვესტიციო გარემოს ლიბერალიზაცია, პრივატიზება შეუძლია მნიშვნელოვნად ამაღლოს ქვეყანაში კონკურენციის დონე, მაგრამ ეს ცვლილებები არ არის საკმარისი თავისუფალ კონკურენციასთან დაკავშირებული პრობლემების სრულად აღმოფხვრისათვის. ამდენად მნიშვნელოვანია ეკონომიკის დელიბერალიზაციის და დერეგულაციის პარალელურად ქვეყანაში არსებობდეს ეფექტიანი კონკურენციის პოლიტიკა, რაც პრაქტიკულად საქართველოში დღემდე არ იყო ქმედითი. კერძოდ, როგორც ვიცით, 2005 წელს საქართველოში კონკურენციის პოლიტიკა პრაქტიკულად გაუქმდა. მაშინ როდესაც გაუქმდა თითქმის ანტიმონოპოლიური სამსახური, ამას გულისხმობ. დიახ, ამ მომენტს გულისხმობ და პრაქტიკულად 2005 წლიდან საქართველოში არ ხდებოდა ბაზარზე თავისუფალი კონკურენციის წესებისა და პრინციპების დაცვაზე არანაირი სახელმწიფო ზედამხედველობა. ეს კი თავისთავად აჩენდა რისკებს, რომ ბაზარზე უკვე დამკვიდრებულ ეკონომიკურ აგენტებს მიემართათ ანტიკონკურენტული ქმედებები. ჩვენი კვლევის პროცესში გამოვლინდა სწორედ ის ტენდენციები, რომლებიც შეიძლება მიუთითებდეს ბაზარზე არსებული ეკონომიკური აგენტების ანტიკონკურენტულ ქმედებაზე და შესაბამისად ბაზრის ცალკეულ სეგმენტებზე თავისუფალი კონკურენციის შეზღუდვის ფაქტებზე. ამ კვლევის პროცესში ასევე ჩვენ შევიმუშავეთ კონკრეტული რეკომენდაციები, რომელიც უნდა გატარდეს მოქმედ კანონმდებლობაში, რომ უზრუნველყოფილი იყოს მოხდეს ანტიკონკურენტული ქმედებების რეკომენდაციებზე მოგვიანებით უბრალოდ ამ კვლევის შედეგად რა გამოიკვეთა ის ძირითადი. დიახ, ჩვენი კვლევის მიზნებისათვის შერჩეული იქნა ნავთობპროდუქტების სექტორი, მოგეხსენებათ ეს სექტორი განსაკუთრებით მგრძნობიარეა ქართული ეკონომიკისთვის და ამდენად მნიშვნელოვანია, რომ ნავთობპროდუქტების ფასები არ განიცდიდეს ინფლაციურ წნეხს, რომელიც ბაზარზე მოქმედი ეკონომიკური აგენტების ანტიკონკურენტული ქმედებებით არის განპირობებული. ჩვენ შევადარეთ ერთმანეთს საქართველოში იმპორტირებული ნავთობპროდუქტების მაჩვენებლები, რომლებიც რეგისტრირებული იყო იმპორტიორი ქვეყნის საბაჟო ორგანოს მიერ და საქართველოს შემოსავლების სამსახურის მიერ და დავაფიქსირეთ სერიოზული განსხვავებები. კერძოდ, მონაცემები, რომლებიც შედარდა იყო იტალიიდან იმპორტირებული ნავთობპროდუქტის მაჩვენებლები, მაგალითად 2009 წლისთვის იტალიის საბაჟო აფიქსირებდა როგორც საქართველოში იმპორტირებულს 40.7 მილიონ ლიტრ ბენზინს, ხოლო საქართველოს საბაჟო სამსახური აფიქსირებდა მხოლოდ 9.7 მილიონ ლიტრ ბენზინს. ეს რას ნიშნავს? დამალვა? ეს შესაძლებლობას იძლევა იმის ვარაუდის შესაძლებლობას იძლევა, რომ შესაძლებელია არ ხდებოდა შესაბამისი გადასახადების გადახდა გამბაჟების პროცესში და ამდენად არალეგალური საწვავი ხდებოდა ქართულ ბაზარზე. იმ შემთხვევაში თუ თქვათ რომელიმე ეს თავისუფლი კონკურენციის ხდებოდა განცხადება, რომ ჩრდილოვანი ეკონომიკის ფაქტორი პრაქტიკულად აღმოიქვა ქვეყანაში. მაგრამ ჩვენი კვლევის პროცესში ერთგვარი ქაოსი დაფიქსირდა საქართველოს საბაჟო საზღვრებზე. ამას მიუთითებს ჩვენი კვლევაში შეგიძლიათ იპოვოთ კონკრეტულად რა განსხვავებები დავაფიქსირეთ, იყო საკმაოდ სერიოზული განსხვავებები და აქედან გამომდინარე ეს საჭიროებდა ეს ბუნებრივად აჩენდა ბაზარზე თავისუფალი კონკურენციის კუთხით პრობლემებზეც ახდენდა გავლენას, ვინაიდან მეწარმე, რომელიც თქვათ კეთილსინისიერად იხდიდა გადასახადებს იმპორტის დროს, ზარალდებოდა იმ მეწარმესთან შედარებით, რომელიც არაკეთილსინისიერ კონკურენციის არაკონკურენტულ გარემოში დგება, იმან გადაიხადა, ასევე დეთანხმებით და ესე იყო კიდე ერთი ნიშანი, რომ ქვეყანაში არ არსებობდა ეფექტიანი კონკურენციის პოლიტიკა, არ ხდებოდა თავისუფალი კონკურენციის წესებისა და პრინციპების დაცვაზე ზედამხედველობა და თავისთავად როგორც ვიცით, ეკონომიკური სუბიექტები ძირითადად მოგებაზე არიან ორიენტირებული. ამდენად თუ არ არსებობს შესაბამისი მონიტორინგი, მათ აქვთ ცდუნება, რომ არაკეთილსინდისიერი კონკურენციის გზით ბაზარზე მოიპოვონ უპირატესობა. არა მხოლოდ ეს შეუსაბამობა დაფიქსირდა ჩვენი კვლევის პროცესში, ასევე დაფიქსირდა მომხმარებლის უფლებების დარღვევის, კერძოდ მომხმარებლის მოტყუების ფაქტებიც. რეკლამის დროა გადაცემაში და ჩვენ მომხმარებლის უფლებების დარღვევაზე ეს ალბათ ყველაზე მეტად თავად მომხმარებლებს კონკურენციის პოლიტიკის ერთ-ერთი ამას მოგვიანებით შევეხებთ გადაცემაში რეკლამის დრო.
გადაცემა ბიზნესის დრო კვლავ ეთერშია. ჩვენ საუბრობთ ნავთობ ბაზარზე არსებულ ვითარებაზე, ასევე იმ კვლევაზე, რომელიც ჩაატარა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს, თუმცა სანამ უშუალოდ ჩემს სტუმართან კიდევ ერთხელ წარმოგიდგენდეთ, ჩემს სტუმართან მასთან გადავიდოდე კითხვით, მანამდე შემოგთავაზებთ პოზიციას ნავთობ იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის, მე როგორც აღვნიშნე გადაცემის მსვლელობისას, გარკვეული ცვლილებები არის გლობალურ ბირჟებზე, კონკრეტულად გაიზარდა ბოლო კვირის განმავლობაში, თუმცა ბოლო ვაჭრობის შედეგად დაფიქსირდა გარკვეული ცვლილებები შემცირების თვალსაზრისით. როგორია ვითარება გლობალურ, როგორ აფასებენ უпроსტად საქართველოში გლობალურ ბაზრებზე არსებულ ვითარებას და ადგილობრივ ბაზრებთან დაკავშირებით რა პროგნოზები კეთდება? მოდით მოვისმინოთ კომენტარი. ეს რამდენიმე დღე არის ნავთობზე ფასი მსოფლიოში მცირდება და თუ მან შესაბამისად მიიღო ტენდენციის სახე, აუცილებლად გავლენას იქონიებს ჩვენ ბაზარზე, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ მიმდინარე წლის დასაწყისიდან, კერძოდ იანვარი-თებერვლის თვეში მთლიანობაში საერთაშორისო ფასები ნავთობ პროდუქტებზე, მათ შორის საერთაშორისო ფასი ნავთობზე იზრდებოდა ძირითადში, ანუ მნიშვნელოვნად გაიზარდა ამ ორ თვეში და სწორედ მისი გავლენა იყო ის, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ეს სადღაც რამდენიმე დღის უკან საცალო ქსელში სხვადასხვა ოპერატორი კომპანიის მიერ მოხდა ფასების მატება სადღაც 3-5 თეთრის ოდენობით. ვარაუდობთ, რომ ყოველ შემთხვევაში ფასების მატება, რომელიც რამდენიმე პერიოდის უკან დაფიქსირდა, არ გაგრძელდება და როგორც თქვით, თუ ტენდენცია შენარჩუნდა ფასების შემცირების, აუცილებლად ეს გავლენას ჩვენ ბაზარზეც იქონიებს. და ვუბრუნდებით სტუდიას ჩემი გადაცემის სტუმარი ნათია კუტივაძე, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მთავარი ანალიტიკოსი და ეკონომიკის დოქტორი. ქალბატონო ნათია, ჩვენ საუბრობდით იმ კვლევის შესახებ, საინტერესო კვლევის შესახებ, რომელიც კიდევ ერთხელ დავაზუსტებს, ეს შეეხება 2012 წელს, თუმცა აუცილებლად ვიქნება კითხვა, როდის გეკვლავთ ახალი კვლევის ჩატარებას, იქით რომ გამოიკვეთოს რა ხდება დღესდღეობით ბაზარზე. როგორი იყო მთავარი ტენდენციები? ჩვენ შევჩერდით იმის შესახებ, თუ როგორი შეუსაბამობა იყო საბაჟოებზე დაფიქსირებულ მონაცემებს შორის და ზოგადად აი როგორ შეაფასებთ, როგორი იყო ტენდენცია თვითონ, აი რა გამოიკვეთა იმ თავარი ეს გარდა ამ დარღვევისა? დიახ, ჩვენ კვლევის პროცესში გამოიკვეთა ის ტენდენციები, რომელიც კონკურენციის რეგულირების საერთაშორისო პრაქტიკის საფუძველზე მიჩნეულია, რომ ამ ტენდენციების დაკვირვების შემთხვევაში შეიძლება გაჩნდეს საფუძველი იმისა, რომ ბაზარზე კონკურენცია შეიძლება იყოს შეზღუდული და ამდენად საჭიროებს კონკურენციის ორგანოს მხრიდან მოკვლევის დაწყებას. მომხმარებლის უფლებებიც ახსენეთ თქვენ და ამასაც რო შევეხოთ, აი როგორ დაირღვა და რა კონკრეტულად დავასრულებ ტენდენციებზე და შემდგომ მომხმარებელზეც მოგახსენებთ. ესე იგი, ეს ტენდენციები იყო ფასების პარალელიზმი და ზოგადად კომპანიების კომერციული სტრატეგიების მკვეთრად გამოხატული პარალელიზმი, ანუ ხდებოდა ფასების არა მხოლოდ ერთნაირი მაჩვენებლებზე დაფიქსირება, არამედ ფასების ერთდროული ცვლილება, მომატება და მოკლება, თქვათ სხვა კომპანიის მიერ, ასევე თუ ამ ფასების პარალელიზმის ფენომენს განვიხილავთ სხვა ფაქტორებთან ერთად ერთობლიობაში, როგორიცაა ეს ფაქტორები შეიძლება იყოს ბაზარზე შეზღუდული რაოდენობის მოთამაშების არსებობა, ანუ ბაზარზე ოლიგოპოლიური სტრუქტურის არსებობა, აგრეთვე ინფორმაციული ასიმეტრიების არსებობა ბაზრის მცირე ზომების გამო, ერთგვაროვანი პროდუქტის არსებობა, როგორც არის მხოლოდ საწვავი და ასევე ის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ ბაზარზე არ ხდებოდა, მნიშვნელოვანი ინსტიტუციონალური ფაქტორი იყო ის, რომ არ ხდებოდა ბაზარზე თავისუფალი კონკურენციის წესებისა და პრინციპების დაცვაზე ეფექტიანი ზედამხედველობა, ყველა ეს ფაქტორი ერთობლიობაში საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად უკვე იძლევა იმის საფუძველს, რომ შეიძლება ბაზარზე თავისუფალი კონკურენციის მხრივ არსებობდეს პრობლემები. და აი ამ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში არსებობს კონკურენციის ეფექტიანი ორგანო, უნდა დაიწყოს მოკვლევა თავისუფალი კონკურენციის შეზღუდვის ფაქტებზე. მაგრამ როგორც მოგახსენებათ, ქვეყანაში დღემდე არ შექმნილა კონკურენციის ეფექტიანი ორგანო. მუშაობა თქვენ თუ ხართ ჩართული ამ პროცესში? დიახ, დღეისათვის, როგორც იცით, საქართველოს განვითარების კვლევით ინსტიტუტში შემუშავდა კონკურენციის შესახებ კანონპროექტი, რომელშიც საერთაშორისო გამჭვირვალობაც აქტიურად მონაწილეობდა. ჩვენი რეკომენდაციები, რომელიც მოვამზადეთ, რომელიც აუცილებელია, რომ განხორციელდეს მოქმედ კანონმდებლობაში, ეს პრაქტიკულად ასახული იყო ამ კანონპროექტში, ეს იყო, რომ დამოუკიდებელი კონკურენციის მარეგულირებელი სააგენტოს შექმნა, რომელსაც ექნება სრული უფლებამოსილება დამოუკიდებლად დაიწყოს კონკურენციის შეზღუდვის ფაქტებზე მოკვლევა, მიუხედავად იმისა, იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ბაზარზე თავისუფალი კონკურენციის შეზღუდვის ნიშნები, კონკრეტულად აი ამ შემთხვევაში ტენდენციები, რომელზეც თქვათ მე გავამახვილა ყურადღება.
კიდევ ასევე როგორც ვიცით დღეს მოქმედი კანონმდებლობით კონკურენციის სააგენტო იმ შემთხვევაში იწყებს მხოლოდ მოკვლევას თუ კონკრეტული ბაზრის სეგმენტი ჯდება მთავრობის მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის დიახ დღეს მოქმედი კანონმდებლობი მთავრობამ უნდა გასაზღვროს პრიორიტეტული სექტორები და მხოლოდ ამ სექტორებში შესაძლებელი იქნება რომ კონკურენციის სააგენტომ დაიწყოს მოკვლევა აქედან გამომდინარე თუ რაიმე განცხადება ან საჩივარი იქნება შესული კონკურენციის სააგენტოში რომელიც თქვა აცილდება არ ჯდება ამ პრიორიტეტული მიმართულებების ფარგლებში კონკურენციის სააგენტო უძლურია დაიწყოს მოკვლევა ამავე დროს დიახ ძალიან ეს ამცირებს ეს ფაქტი კონკურენციის სააგენტოს დამოუკიდებლობას ასევე კონკურენციის სააგენტოს არ შეუძლია დამოუკიდებლად გამოცეს ნორმატიული აქტი კონკურენციის სფეროსთან მიმართებით და ჩვენი ორგანიზაციის რეკომენდაცია იყო სწორედ რომ გაზრდილიყო კონკურენციის სააგენტოს დამოუკიდებლობის მიმართულებით მომხდარიყო მოქმედ კანონმდებლობაში განხორციელებულიყო ცვლილებები რაც პრაქტიკულად განვითარების კვლევითი სააგენტოს ექსპერტის მიერ გაზიარებული იქნა ეს რეკომენდაცია და დღეს შემუშავებული საკანონმდებლო წინადადებით პრაქტიკულად კონკურენციის სააგენტო აღიჭურა იმ უფლებამოსილებით ზედმეტი უფლებებით აღჭურვა ისეთი რომ რეგულაცია ზედმეტად მკაცრი რეგულაცია ხო არ იქნება რომელიც შეზღუდავს ბიზნესს ამაზე მოგახსენებთ რომ ესე იგი კონკურენციის პოლიტიკასა და ბაზრის რეგულაციას შორის არსებობს არსებითი განსხვავება კონკურენციის პოლიტიკა რეაგირებას აკეთებს მეწარმის სამეწარმეო საქმიანობის კანონიერებაზე კერძოდ ის ჩაერთვება იმ შემთხვევაში როდესაც კონკრეტული მეწარის მიერ ანტიკონკურენტული ქმედება ბაზარზე უკვე განხორციელდა ანუ პოსტფაქტუმ და შესაბამისად მეწარმე რომელიც კეთილსინდისიერად აწარმოებს თავის ბიზნესს მასზე კონკურენციის პოლიტიკა არანაირ ბარიერს არ შეუქმნის და არანაირად შემზღუდველი არ იქნება მისი სამეწარმეო საქმიანობის კონკურენციის პოლიტიკა პრაქტიკულად არის დამცავი კეთილსინდისიერი მეწარმის არაკეთილსინდისიერი კონკურენტისგან ის კონკურენციის პოლიტიკა მოახდენს რეაგირებას მხოლოდ არაკეთილსინდისიერი მეწარმის ქსელზე რომელიც ცდილობს აქედან გამომდინარე ზედმეტი რეგულირების ტვირთი არ მოხდება რეგულირების თუ არ იქნა ვინმეს ნება და რაღაც გარკვეული თუ მეწარმეს სურვილი არ აქვს რომ თქვათ არაკეთილსინდისიერი გზით ან კანონმდებლობის დარღვევის გზით მოიპოვოს ბაზარზე უპირატესობა აქედან გამომდინარე ახალი კანონპროექტით არ ხდება რაიმე დამატებითი რეგულირების შემოტანა მაგრამ ხომ არ არის აი რაღაცა ბუნდოვანი მუხლები ხომ არ ჩაიდება რომელიც ვინმეს მისცემს რაღაც манипуლირების საშუალებას რომ მაგალითად შეავიწროვოს მეწარმე როდესაც გააუქმეს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა მაშინ ითქვა რომ ეს იყო რაღაც კორუფციის ბუდე რომ თავისუფალმა ბაზარმა ეს უფრო ლიბერალური გამხდარიყო ბაზარი და ბაზარს თვითონ დაერეგულირებინა ფასები და ასე შემდეგ რაღაც ლოგიკა ერთი შეხედვით თითქოს არის ამაში ეს გააჩნია თქვათ როგორ მიაწოდებდა როგორ მოახდენ ინტერპრეტირებას როდესაც გინდა კონკრეტ ეკონომიკურ პოლიტიკაში კონკრეტული ცვლილების განხორციელება მე არ ვიზიარებ იმ მოსაზრებას რომ თქვათ თავისუფალ ბაზარს შეუძლია დამოუკიდებლად უზრუნველყოს ბაზარზე თავისუფალი კონკურენცია ვინაიდან ეკონომიკის საბაზისო სახელმძღვანელოებშიც კი ცნობილია რომ მიუხედავად იმისა რომ ბაზარი არის ეკონომიკური საქმიანობის ორგანიზების კარგი საშუალება ბაზარზე არსებობენ ასევე ჩავარდნები როდესაც დამოუკიდებლად ბაზარი ვერ უზრუნველყოფს თავისუფალი კონკურენციის არსებობას და შესაბამისად საჭიროა სახელმწიფო ორგანოების მხრიდან მონიტორინგის განხორციელება რათა დაცული იყოს მომხმარებელთა უფლებები და არ მოხდეს არაკეთილსინდისიერი მეწარმის მიერ ბაზარზე ანტიკონკურენტული ქმედების გზით უპირატესობის მოპოვება. დღეს რა ვითარებაა ხომ არ შეგიძლიათ შეაფასოთ ახლა ჯერ კვლევა არ ჩაგიტარებიათ მაგრამ დიახ დღეს არსებული მდგომარეობის მხრივ ჩვენი ორგანიზაცია ჩართულია ინსტიტუციონალური გარემოს სრულყოფის მიმართულებით ვინაიდან როგორც ვიცით ქვეყანაში წარმატება ეკონომიკური რეფორმის მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ქმედითობაზე კონკრეტული ეკონომიკური პოლიტიკის აქედან გამომდინარე მას შემდეგ რაც ეს კანონპროექტი იქნება მიღებული უკვე ბაზარზე მოხდება რაღაც ცვლილება ეკონომიკური პოლიტიკის კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული ამ შემთხვევაში ჩვენ გავაგრძელებთ ამ ბაზარზე მონიტორინგს და შეგვიძლია უკვე ვაწარმოოთ დამოუკიდებელი კვლევა თუ რა შეიცვალა ბაზარზე დამოუკიდებელი კონკურენციის სააგენტოს როდის იქნება ახალი კვლევის შედეგები
ალბათ მაისის ბოლოსთვის იგეგმება და მინდა გითხრათ, რომ აი ამ სააგენტოს არარსებობის და არაქმედითობის პირობებში, როგორც აღნიშნეთ, ჩვენს მიერ დაფიქსირებული იქნა მომხმარებლების უფლებების დარღვევის ფაქტები, კერძოდ მომხმარებლის მოტყუების ფაქტები, პროდუქცია, რომელიც არ იყო რეგისტრირებული იტალიის საბაჟო ორგანოს და საქართველოს შემოსავლების მიერ, სამსახურის მიერ, ეს იყო კონკრეტულად ნავთობპროდუქტების ბაზარზე ბენზინი, აპის სუპერი, მიეწოდებოდა ბაზარს როგორც იტალიური პროდუქციის პროდუქტად ნიშანდებული და ეს ფაქტი თვითონ კიდევ ერთხელ იმის ნიშანია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებობდეს კონკურენციის ეფექტიანი პოლიტიკა და უზრუნველყოფილი იყოს ბაზარზე თავისუფალი კონკურენციის წესებზე ეფექტიანი ზედამხედველობა. იმ შემთხვევაში, როდესაც ეს მონიტორინგი არ ხორციელდება, ეს კონკრეტული ქმედება მეწარმის მიერ შეიძლება აღქმული იქნას კონკურენტ მეწარმეებთან შედარებით უპირატესობის მოპოვების მცდელობად. როგორც ვიცით, იტალიური წარმოშობის პროდუქცია მაღალ ხარისხთან ასოცირდება და შეიძლება იტალიურ პროდუქტად ნიშანდებული პროდუქციამ მომხარებაზე მოახდინოს გავლენა და მცდარი არჩევანის გაკეთება ზე მოახდინოს გავლენა. და მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ორგანიზაციის მიერ მოხდა ამ განმარტებების მიცემა კომპანიისათვის, კომპანიამ გაითვალისწინა ჩვენს მიერ მიცემული რეკომენდაციები და აღმოფხვრა ეს არაკეთის ინდისერი კონკურენციის ფაქტი და ეს რა თქმა უნდა კარგია რომ ბაზარზე ცვლილება განხორციელდა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს ქმედება არის სახელმწიფო ორგანოების კომპეტენცია და კონკრეტულად კონკურენციის სააგენტოს. ჩვენ უბრალოდ ავიღეთ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციამ ინიციატივა, ვინაიდან არ არსებობდა ქვეყანაში ეფექტიანი კონკურენციის სააგენტო, შევეცადეთ რომ აღმოგვეფხვრა კონკრეტული ანტიკონკურენტული ქმედების ფაქტი. დიდი მადლობა სამწუხაროდ ჩვენ დრო აღარ გვაქვს, მაგრამ აუცილებლად დაუთმობთ დროს იმ კვლევებს, რომელსაც თქვენ გამოაქვეყნებთ უახლოეს მომავალში. თათია კუტივაძე გახდა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მთავარი ანალიტიკოსი ჩვენი გადაცემის სტუმარი. დღეს გადაცემა ბიზნესის დრო დასრულებულია. მე ხვალამდე გემშვიდობებით.